სანდრო რაქვიაშვილი გირჩი არის ჩვენი სტუმარი. სანდროს მივესალმები. გუშინ თქვენ იყავით დებატების სტუმარი, სადაც იყო პრემიერი კობახიძე. დღევანდელი ბრიფინგი გარკვეულწილად იქნა აღქმული. თავადაც თქვა, რომ დებატებში გუშინ და ასევე შაბათს კიდევ ერთ დებატზე იყო ამაზე ლაპარაკიო და ამას ეხმაურებოდა. მოკლედ თქვენ დაგჭირთ შთაბეჭდილება, რომ რაღაც ისე არ თქვა ამ დებატისას, ან რაღაცის დამატება დასჭირდა, ანუ რაღაცნაირი დანაკლისი შეატყვეთ იმ თემის, რომელზეც დღეს მან საჯარო და საჯარო ბრიფინგი გააკეთა. მოგესალმებით, მივესალმებ მაყურებელს. ხო, რაღაც გაგებით მართლაც გუშინ მე ერთპიროვნულ მმართველობაზე ლაპარაკობდი, ვახტანგ მეგრელიშვილი შაბათს ასევე ერთპიროვნულ მმართველობაზე ლაპარაკობდა და გამოვიდა, რომ პრემიერმა ბრიფინგი მოგვიწყნა ამ ყველაფერზე. იმის დასამტკიცებლად, რომ ჩვენ არ გვაქვს ერთპიროვნული მმართველობა, მაგრამ მე მგონი ბრიფინგით პირიქით დაამტკიცა, რომ ერთპიროვნული მმართველობა გვაქვს. ანუ და ამიტომ მე არ ვიცი ზუსტად რა არ თქვა, მაგრამ ჩვენი მიზანი იყო აგვეხსნა, მაშინ მაყურებლისთვის ახლა ნაკლებად პრემიერისთვის, მე მგონი ისეაც იცის, რომ ევროპასთან პრობლემა ის კი არის, რომ რაღაც ტექნიკურად რაღაც რეფორმა არ ჩავატარეთ და რომელიღაც კანონში რაღაც არ ავსახეთ, ან რომელიღაც კანონი მივიღეთ, ან არ მივიღეთ. რომ თვითონ მართლობის სისტემა არ არის ევროპული. არ აქვს შეიძლება ბიძანაშვილი რომ სულად ანგელოზი იყოს, როცა ერთი ადამიანი მართავს ქვეყანას, ეს უბრალოდ ევროპაში ასე არც ერთ ქვეყანაში არ ხდება. შეიძლება თქვა აი რუმინეთში უფრო ამაზე საუბრობდი თქვენ სხვათა შორის კობახიძე ალბათ ამის პასუხი იყო, როცა ამბობს რომ კი თან ეს გამოვიდა, მაგრამ თან ცდილობდა ეთქვა რომ მარტო კი არა ჩვენ მისი აზრი კი იმარჯვებს საბოლოოდ, მაგრამ ჩვენ ეს თქვა ერთად ვსჯელობთ კონკრეტულ თემებზე. შეიძლება ვსჯელობდეს, ბუნებრივია და ხა არ ამგონია რომ ბიძანაშვილი ერევა რომელიღაც სამინისტროს რაღაც წვრილმა საკითხშია რა, იმიტომ რომ უბრალოდ ფიზიკურად ვერ შეძლებს, ხო? ანუ ყველა საკითხი ვერ გაიმხილავს. ამიტომ რაღაც ავტონომია ვიღაცას ექნება რა, მაგრამ აქ ხო საკითხია იმაზე, აი უფრო პრობლემა იმაში კი არის, რომ ვიღაცა ვინ ასე შეიძლება ოჯახშიც აზრი კითხო სამსახურის საქმეზე, ხო? მაგრამ ხო არავინ არ ეტყვის რომ ოჯახი მართავს რაღაცას, ხო? აზრი ვიღაცას კითხო ეს ბუნებრივი ამბავია, მაგრამ აი ვინმე დაიჯერებს რომ მაგალითად ბიზნესის რაღაც დაჟინებით რაღაც უნდა და თავრობამ ამბობს რომ არა, თავს გავიგიჟებ არ გავაკეთებთო. ან სასამართლოში ვიღაცამ ბიზნესის უჩივლა და მოსამართლემ ასე ვთქვათ დამოუკიდებელ განაცხადება მიიღო. ანუ უბრალოდ გულწრფელად რომ ჩვენმა მოქალაქეებმა ამას დაფიო, თუნდაც ქართულოსნების სამორჩეველმა. ნუ აი ხო ხვდებით რომ ქართულოსნებას არავინ არ აძლევს ხმას კობახიძის ან ღარიბაშვილის გამო. ყველა ბიზნესის აძლევს საბოლოოში ხმას. ვის რა შეინტერესებს რომელიღაც მინისტრი რას აკეთებს და როგორ აკეთებს, ყველა მთელი პასუხისმგებლობა ბიზნესმენშვილზეა და რომც ვიღაცას მოსწონდეს ეს სისტემა არის შეუთავსებელი ევროკავშირთან და ამის ახსნა გვინდოდათ მეც და ვახოც და იდეაში ამაზე გამოხმაურება იყო, მაგრამ იმის მე მგონი უფრო უკეთესი იქნებოდა იმაზე ეფიქრათ, როგორ გამოვასწროთ ეს ამბავი, იმიტომ რომ როგორმე შეიძლება გამოსწორდეს ეს ამბავი. ერთპიროვნული მმართველობა ხო პრემიერი რომ გახდეს ბიძინა ივანიშვილი ეს გამოასწორებს ამ თემას. ეს შეიძლება ყოფილიყო უფრო გასაგები სტრუქტურა, იმიტომ რომ მინიმუმ არაფორმალური მმართველობის ელემენტები შემცირდებოდა, მაგრამ სასამართლო ფორმალიზებულია დღეს ამას ხსნიდა კობახიძე, რომ აი ფორმალიზებულია იმიტომ, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარეა პოლიცსაბჭოს წევრია და ეს გადაწყვეტილებებს ვიღებს პოლიცსაბჭოს ფორმატში. ესე ვკითხე რომ ევროპულ ქვეყანაში არის, და ყველა მაგალითი რაც მოიყვანა, თქვა იტალიის, ყველგან პარტიის თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრია. არადა არის რომ პარტიის ლიდერი რომელიც არჩევნებში იგებს, რომ იგულისხმება რომ პრემიერ-მინისტრის კანდიდატია, ხო პირველი ნომერი და ასე რომ პრემიერ-მინისტრი ერთი იყოს და პარტიის თავმჯდომარე. აი წარმოგიდგენთ, აი რომელთა დაგვიყვარს რამე საომარი მოქმედება. მეგონი არსად არ ყოფილა ეგეთი პოლონეთში. არა, რაღაცა შეიძლება იყოს, აი ხო ეს საპატიო პროფესორი რო ახლა უნივერსიტეტში. ხო, მაგრამ ასე დიდწილად, გარკვეულწილად კი არა, უდიდესი პროცენტით პარტიის თავმჯდომარე, ივანიშვილი თავმჯდომარეც არ არის, საპატიო თავმჯდომარე სიმბოლური როლი აქვს. მერტო დაგვიყვარს საომარი მოქმედებებია. თავარსარდალი და გაწყვეტის მიღების საბოლოოში პრემიერ-მინისტრია კანონმდებლობით. და პრეზიდენტი თავარსარდალი. ნუ ის ნომინალურად არის და რეალურად ყველაფერს პრემიერ-მინისტრი აკეთებს. და არსად არ წერია რომ რაღაც პარტიის საპატიო თავმჯდომარეს რამე უფლება აქვს, ან ინფორმაციის მიღების, ან გაწყვეტის მიღების, ან რამე საბჭოში მაგას უსაფრთხოების დასწრების, ხვდებით? ანუ თუ სისტემა ისეა რომ რაღაც საკვანძრო გადაწყვეტილებებში პარტიის თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას, რამე რომ დაძაბული სიტუაცია იყოს, მაშინ რას აკეთებთ? როგორ შეიძლება დავტოვოთ იმედად ქვეყნის იმ თავრობის იმედად, რომელსაც სჭირდება სხვა ადამიანის რჩევები ყველა საკვანძო საკითხში.
თან ისეთი რჩევები, რომლებიც თვითონ აღიარებენ, რომ ის რჩევები ყოველთვის უკეთესია, ყოველთვის გენიალურია და ბარემ დავნიშნოთ ეს კაცი მაშინ პრემიერ-მინისტრად. ამას ითხოვდნენ ევროპელები, ამერიკელები სავარაუდოდ არ დაუზუსტებია, მაგრამ ამის მოთხოვნა იყო. კი, ეს ყველაზე საინტერესო იყო მე მგონი საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ მთელი ნარატივი ქართული ოცნების რის გამოც ევროპელებს ვეჭუბეთ, ამერიკელებს რომ ომში გვითრებდნენო, მე მგონი თვითონ ირაკლი კობახიძემ გააქარწყლა. იმიტომ რომ თვითონ აღიარა, რომ თავარი თემა შეხვედრის იყო ბიზნესაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება და სიტყვა ომი არ უხსენებიათ ამ შეხვედრას. ხო და აი ხა ბოდიში სანდრო დავაზუსტე 2005-7 წლებში ყოფილა ლეხ კაჩინსკი პოლონეთის პრეზიდენტი იაროსლავ კაჩინსკი მოგვიანებით პრემიერი ხოლო პარტია პრაქტიკულად იაროსლავის გავლენის ქვეშ იყო მიუხედავად იმისა რომ ფორმალურად სხვადასხვა ანუ რაღაც ამდაგვარი მოკლედ რახან გამახსენდა დავაზუსტე მე ვთყუბებს კიდე ეპატიება ძმები ტყუპები თუმცა შეიძლება არარელევანტურია ამ შემთხვევაში მოყვანა მაგრამ თვითონ იმ ფაქტზე როცა საუბრობდით რომ ვინც პირველი პერია ის პრემიერია ყველგან ასე ხდება ეს არის საპარლამენტო მოწყობის მე გესმის რომ ეს რაღაც ცალკეული რაღაც მაგალითად ისიც შეიძლება ვიპოვოთ რომ მაგალითად ზოგადად ამაზე არა ივანიშვილის კორუფცია შეიძლება ვიპოვოთ ბევრი რაღაც მაგალითად სხვადასხვა სტრუქტურები მაგალითად კოალიციების დაშლის ასე ყველაფერი შეიძლება ვიპოვოთ რაღაცა მაგრამ აი სისტემურად ადამიანი მართავდეს ქვეყანას 14 წელია უკვე ხო 14 წელი მართავს ადამიანი თავმჯდომარე არ იყო და მაშინაც დღეს მაშინაც მართავდა როცა საერთოდ ფორმალურად გასული იყო პოლიტიკიდან და დღეს როცა კობახიძე ამბობს რომ 14 წელი ეს ქვეყნის წინსვლა არის პერსონალურად ივანიშვილის დამსახურება ეს ნიშნავს რომ მათ შორის იმ პერიოდის მმართველობაზე ეს ვთქვათ უკრავენ ტაშს რომელის დროსაც ის ფორმალურად გასული იყო პოლიტიკიდან ქართული ოცნების სამორჩილოს რო ვკითხოთ და ბიზნესშვილი რო არ იყოს ჩართულიო მართვაშიო იტყვის რომ ღმერთმა დაგვიფაროს ხო ასეა თვითონ ქართული ოცნების ამორჩევას ხო იმის იმედად ცხოვრობს რომ ბიზნესშვილი მართავს ქვეყანას და აი უბრალოდ როგორ შეიძლება ეს ამის უარყოფა, მაგრამ პრობლემა ამაში აი ეს ინსტიტუციური თუ მართლობითი ქაოსი, როგორ შეიძლება გამოსწორდეს? პრემიერად ამას ამბობ. პირველი ელემენტარული არის ის, არა, მე მგონი ჯობია რომ არჩევნები დაინიშნოს, იმიტომ რომ ჩვენ ახლა პრობლემა არის ის, რომ გუშინაც მოსთხოვეთ, ხო, პრემიერს დანიშნოს. მოსთხოვე რა, შევთავაზე. თუ გონიათ რომ ძლიერ პოზიციაში არიან, თუ არჩევნებს იგებენ აი თქვენ იცით რომ მე ამჯერო ისინი დანიშნავენ არჩევნებს აი უბრალოდ მაგრამ აი თუ დაუჯერო იაგოს ჯერა ამის ხო მაგრამ მე ზოგადად სულ მინდა არჩევნები იყოს არანაირი პრობლემა არ მაქვს არჩევნებთან მით უმეტეს წინა თუ წავაგე სულ გამიხარდება არჩევნები რომ დაინიშნოს მაგრამ უბრალოდ არშია საქმე თვითონ ხო ამბობენ რომ ჩვენ უფრო ძლიერ პოზიციაში ვართ მე ჯერა რომ ბევრი ოპოზიციური პარტია ძალიან ძიმედ მდგომარეობაშია და ეხლა რომ პარლამენტში მართლა ოპოზიცია იყოს, არა რამდენიც არის გახარიას წევრები რაც რამდენიც არ უნდა იყოს, აი რამდენიმე პარტია სხვადასხვა თუნდაც ვიღაცა ჯგუფობდეს, ვიღაცა საქმეს აკეთებს, რაც არ უნდა იყოს, მაგრამ იქ რომ 60 ოპოზიციონერი იყოს. აი ხო არავინ არ იტყოდა რომ პარლამენტი ბუტაფორია, ეხლა ბუტაფორია. ეხლა უბრალოდ არასერიოზულად არის მაგალითად ევროპას საჩინო პარლამენტი აი ნახეთ 300 კანონს დაჩქარებულ წესს რო იღებენ, ხო ხდები რამდენად სასაცილოა. შეიძლება ერთი კანონი მიიღო დაჩქარებულ წესს 2-3 რაღაც 300 კანონი პარლამენტი არ მუშაობს. მიდიან ბეჭებს დააწყდნენ მიდიან ერთი დღე მუშაობენ კვირაში საშუალოდ ვერავის ვერ ეტყვი რომ ეს ინსტიტუცია შეიძლება ნოტარიუსის ფუნქცია აქვს თქო მინდოდა მე თქვა თუმცა ერთხელ მახსოვს ნოტარიუსთან ვიყავი რაღაც კონკრეტულ საქმეზე და ძალიან გთხოვთო ჟურნალისტებმა ამოიღეთო როცა რაღაც ნეგატიურის ვთქვათ ბატონო შეიძლება სათქმელად იყენებთ რომ ნოტარიუსის ფუნქციასო არა გვაქვს ჩვენ ეს ცუდი კი ბატონო ხო და წამოგიგეთ აი სასამართლოს თულად გამოსწორებადია ეხლა როგორც არ უნდა იყოს თუნდაც 10 ჯერ ყველა შეთანხმდეს რომ გამოვასწოროთ შეიძლება წლები დაგვჭირდეს ეხლა ბიზნესშვილის ფაქტორი ვერცად ვერ გაქრება როგორც თქვა მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი ანუ ეს ჩვენი პოლიტიკის ნაწილია მე არც მინდა რომ არავინ გაქრეს კაცო მე მინდა რომ ნორმალურად თანაცხოვრობდეთ ჭუბი არ იყოს რაღაც მაგრამ აი რაღაც ელემენტ ამ ყველა ინსტიტუციიდან რომელიც ყველა ბუტაფორიული და ყველა ბიზნესშვილს ექვემდებარება ერთი შეიძლება რაღაცას დაამსგავს და მინიმუმის მაინც გავაკეთოთ არჩევნები დავნიშნოთ რომ აი პარლამენტში რაღაცა ხდებოდეს რომ აი პრემიერი რომ მოდის კაი შეიძლება ქართული ოცნების დეპუტატებს არ გონია რომ ისინი აკონტროლებენ მთავრობას მაგრამ ოპოზიციას ხო სხვა განწყობა იქნება კითხვის მაინც დაუშვათ. კითხვის და ეს დებატები ხო ეს შესაძლებლობა ახლა კითხვის დასმის და ასე შემდეგ ოპოზიციის იმ ნაწილმა რომელსაც გადალახული ქონდა შესაბამისი ბარიერები ისინი არ არიან საპარლამენტო ცხოვრებაში. და ამაშია საქმე. მე მგონი რა მიზეზი და მე ახალ ოპოზიციას გააჩენენ ახლა ყველგანში გაჩნდება. ყველგანში გაჩნდება, იმიტომ რომ მე არ მგონია რომ ეს ხალხი ვინც მანდატებზე უარი თქვა ჯერ ერთ-ერთ არჩევნებში შევიდნენ. იმიტომ რომ როგორ შევიდნენ არჩევნებში თუ ამბობენ რომ აზრი არ აქვს არჩევნებს.
და თუ შევლენ გააჩნიაო ბოლოს ალიანსის წარმომადგენლებმა. და აი ხარო დანიშნოს ამ საარჩევნო კომისიით და ამ წესებით. უბრალოდ რომ გამოაცხადო, რომ ოქტომბერში რაღაც 30 ოქტომბერს იქნება არჩევნები, რომ გამოაცხადო. მეტი არაფერი არ შეიცვალოს. გარდაიცვალოს რომ არჩევნები დაინიშნა. თქვენ გავხვალთ ყოველ შემთხვევაში. რა თქმა უნდა გავალთ და მე მგონი ბევრი გავა, მაგრამ ველოც ამბობს რომ გავალო კი ბატონო, გახარიაც გავალ, სხვა პარტიებიც გავალ და საბოლოოში გამოვა რომ ის ხალხი ვინც რაღაც პატივს არსებს, არც რაღაც თავის ამორჩევას, არც თავის რა ვიცი პარტიის წევრებს რომელიც საბოლოო ჯამში ზარალდებიან ამ ყველაფრისგან, რავი, ვერც გავლენ არჩევნებზე და თუ გავლენ მე მგონი ძალიან დაზარალდებიან. ჩვენი ამორჩევლის დაკვეთა იყო რომ მანდატებზე უარი გვეთქვაო, ასე ხსნიან ჩემს. ეს ტყუილია და მთელი ამბავი ის არის რომ ამორჩეველს ბუნებრივ მდგომარეობაში არ უჩნდება ბოიკოტში ხوار გავა ჩემი პარტია მოდი არჩევნებზე მივალო ხმას მიცემ რომ ბოიკოტში გავიდეს ესეთი აბსურდი ადამიანს თავში ბუნებრივად არ უჩნდება ხო მაგრამ რაღაცები ხომ აქტიურობდნენ ამ თემაზე და ის ხალხიც ხომ მათი ამომრჩეველი ინვესტიცია ჩადებული ნაცებს მათ შორის დიდი ინვესტიცია ჯერ კიდევ 16 წლიდან მოყოლებული ეს ბოიკოტი 20-ში ხო ბოიკოტის ინვესტირება რა საშუალო ანუ ამორჩეველს ეუბნებიან რომ ეს ბოიკოტში რაღაც საღიაზია რომ თურმე აი 20-ში ქოცები უკვე დამხობის პირას იყვნენ აი ცოტაც 1-2 თვეც და დაიმხობოდნენ მაგრამ აი რომარ მიშელი რომ არ ყოფილი. კი, აი ამას ამ ტყუილს ამბობენ, ხდებით და აი ეს ტყუილიც რო არის გაქარწყლებული 20-20 არჩევნების ამბავი რო არის გარჩეული ბოლომდე სინამდვილეში ოპოზიციურ თუნდაც მედიაში რამე დებატების ფორმატში. არ არის 20-20? არა, თქმა უნდა, 20-20-ის რო არ გავარჩიეთ. ხონდა სხვათა შორის ჩვენ ვცდილობთ თქვენი და ბოკერიას გუნდის წარმომადგენლები არჩევდნენ, ვინ შეასრულა რაღაც ბოიკოტში წასვლაში თუ დაბრუნებაში. რამდენიმე დებატი მართლაც 20-20 კაგარ გაგვერჩია, რა ხდებოდა, რა შეცდომები დაუშვა, რატომ აღარ შალმიშელობა, მანამდე რაც ხდებოდა, მე რაც ხდებოდა, 24 ალბათ არ მოხდებოდა. და რა თქმა უნდა, როცა შენ წლები ეუბნები ამორჩევლს, რომ ბოიკოტს რაღაც კარგი კონოტაცია აქვს. ბოიკოტში გავდივარ და გეკუნება რაღაც ბრძოლის გადამწყვეტ ბრძოლაში გახვედი, არა და დაკარგი ათობით მილიონი პული, დაკარგი ადგილები, შესაძლოა კითხვას ვერ უსვამ პრემიერს. აი ყველაფერი დაკარგი, პოლიტიკიდან წახვედი ფაქტობრივად და ვიღაცა შეიძლება რატომ ამ ადამიანებს აქვთ განცდა რომ პოლიტიკაში არიან, ეხლა რაღაც ალიანსის ფორმა მიიღო, თუმცა იქ არის შიდა დაპირისპირებების სერიები, მაგრამ მაინც ამბობენ რომ ცდილობენ ასე ვთქვათ პოზიციონირებას როგორც ალტერნატივა განმარტებით არის ლაპარაკი და ლაპარაკით კონფლიქტის მოგვარება. ამის სჭირდება რომ ილაპარაკოთ, კედას ხარ უნდა ილაპარაკოს სარკეს. სხვა პოლიტიკური ძალა გჭირდება, ანუ არაშენიანი ვიღაც სხვა ოპონენტი გჭირდება და პარლამენტი ბუნებრივი ადგილი ამისთვის. პარლამენტში ყოფნა არც რევოლუციას უშლის ხელს, არც რამე დაპირისპირებას, არც ქუჩის პროტესტს, არაფერს. გარდა იმისა, რომ ვიღაცამ რომ რაღაც რა ვიცი, აფერისტობა თუ რაღაც ავანტურა მოიგონა, იმას აყვე, რაც არ უნდა იყოს მიზეზი და აი მინდოდა ამაზე მეკითხა, გუშინ პრემიერს ეკითხებოდით, რომ აი გვარამიამო გზიდან გადაიყვანა ქართული ოპოზიცია და თქვენ დააფინანსეთ ასე შემდეგ. პრემიერმა თქვა, რომ ჩვენ და ივანიშვილს არ გვაქვს გვარამიას ფინანსებთან კონტაქტი. სულ მინდა მართლა ის თუ გვარამია თქვა რომ ბოიკოტში მივდივართ, ეს რით ამართლებს სხვა პოლიტიკურ ლიდერებს, რომ ისინი არ წასულიყვნენ თუ არ უნდოდათ. ანუ გვარამიამ აიყოლია ეს რა აი ზუსტად მე რო გითხარი. შეიძლება აიყოლია, მაგრამ მით უარესი იმ პოლიტიკური ლიდერებისთვის, ვინც აიყოლია, ეს რითი აკნინებს გვარამიას. აი ზუსტად 20-20 არა მოგა გარჩეული, მე მგონი ამიტომ არის ეს უცნაური კითხვები. მე ორ მაგალითს მოგიყვანთ. ერთი ჩემი პარტიიდან და მეორე ლელოდან. ჩემი პარტიის ისტორია ასეთი იყო, როცა არჩევნები 20-20-ში დამთავრდა და ჩვენ დავინახეთ შედეგი, ჩვენ ყველა ბედნიერი ვიყავით და ფაქტორი პარტია ზეიმობდა. ძალიან კარგი შედეგი აჩვენეთ და მესამე დღეს დაიშალეთ, ანუ თქვენს მესამე დღეს არა, თქვენ ნახევარში, კი ბატონო, მესამე დღეა ისტორიის გადასახადი. ხო, მაგრამ იმ მომენტში არანაირი დაშლა არ იყო, ჩვენ ზეიმობდით ყველა კმაყოფილი ვიყავით და მათ შორის არ ველოდით რომ 4 ადგილს ავიღებდით და ასე შემდეგ და ასე. და რამდენიმე დღე იყო, თუ გახსოვთ, მაშინ იაგო ხრიჩია იყო მაჟორიტარობის კანდიდატი ბათუმში, ამიტომ იაგო არ იყო ჩვენთან და მოდიოდა. და მოდის ზურა ჯაფარიძე და ამბობს რომ ბოიკოტს აცხადებენო ეხლაო და დღესვე უნდა შევუერთდეთო, თორე გვარამია გვემზე ემზადება რომ ჩვენი ბულინგი დაიწყოსო. და იაგო მახსოვს ტელეფონი არაფერი არ გააკეთო, გთხოვთო დამელოდეთო და მე ერთად გადავწყვეტეთო და ზურამ თქვა რომ არაო, ეხა უნდა გავაკეთო, თორე ისა დაიწყეს გვარამია ჩვენზე გაილაშქრებს. და იმ შემთხვევაში ახლა ზურას პარტიის ლიდერი იყო და გვარამიას. კი ბატონო. ეს მე ვიცი როგორ დააბულინგა ზურა. მე ვაში პოლიტიკაში იმ მომენტში ჩათვალეთ რომ შემთხვევით აღმოჩნდი პარტიას საარჩევნო კამპანიაში ვეხმარებოდი და დიდად არ მეგონა რომ მართლა ასე წარმატებას მივაღწევდით და ამიტომ
მაშინ ვინაიდან ასე ვთქვათ, თავარი ვიშეშედო წენა გაწი იაგო იყო, არ იყო ფიზიკურად და ესე გადაწყდა. მეორე ცოცხალი თვალით მაქვს ნანახი, როგორ ბოკერი აბულინგებდა ლელოს ლიდერებს. როცა ერთაზე იყვნენ პარლამენტში შესვლა ამბავზე და 20-20-ის ისტორიით. და ესეთ ისტორიები 24-ის ისტორია არ გაქვთ, იმიტომ რომ არ იყო. აუკვე აღარ ვიყავით, მაგრამ მე ხო ცოცხლად ვიცი, რომ ის პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც მათ შორის 24-ში ძალიან ბევრ რაღაცას წყვეტდნენ, აი ამ ბოიკოტების, მე ცოცხლად ვიცი, როგორ ექვემდებარებოდნენ ბულინგს. და 20-ში რომ ლიდერი, რომელიც ექვემდებარები ბულინგს და გადაწყვეტილებას ხალხის მიერ მონიჭებული უმძიმეს არჩევნებში, მაგრამ რაც მიიღე ხომ ნამდვილად შენია ის მანდატი, სად წაიღო, ამას თუ გვარამიას გავლენით აკეთებ. არაფერს არ იმსახურებს. ეს ამლია არც უნდა იყო მაშინ არც. მე ამიტომ მივიშნე რომ იმედია ხალხი მიხვდება ამას. მაგრამ ასია სამწუხაროდ ეს არის, იმიტომ რომ ამიტომაც არ დადიან დებატებში ხვდებით, ამიტომაც არ მიდის დისკუსია, იმიტომ რომ ეს რო დისკუსიის საკითხი ყოფილიყო, ხალხს რო ეთქვა, აბა როგორ დაასაბუთეს ბოიკოტი, როგორ დაასაბუთა ახლა გვარამია, გაგალანძღავდა და რა მე. არა, ზოგადად იცი რა არის, ძალიან სენსიტიური ხალხია ეს პოლიტიკოსები. ამორჩეული სენსიტიური კიდე შეიძლება გავიგო, მისი პროფესია არის და აი შეხედეთ, თუნდაც ქართულ ოცნებას ვიღაცა რო შეაგინებს და კაუნებს რო იღებენ და აღარ შემაგინო, იგივე არის ოპოზიციაში, თქვენ რა გონიათ რა განსხვავებული ხალხია? მაგათ გონიათ რომ აი კომფორტულად დაждდება ეთერში, აი თქვენთან დაждდება, თუ კითხავს არაფერს არ დაუსვამთ ისეთ ჩამწელს, იტყვის რომ რუსული რეჟიმი უნდა დაამხოთ, რადიკალური ბრძოლა, გადამწყვეტი რაღაცა და კი ბატონო და წავა, თავის საქმე გააკეთა, აი აგერ რუსულ დედებს ვებრძვიო. როგორც კი დებატებს მოუწყობთ, უცბად არა, დებატები არ მინდა. მაიკი არა, ზოგი კობახიძესთან დებატებზე არ დადის, აი ამ თვითონ ეს როგორ შეიძლება ამაზე უარი თქვა, ხო? ანუ იყო შემთხვევები, როცა შესაძლებლობაა თქვენ ასე აღიქვან. რა თქმა უნდა, აბა მეტი რა არის პოლიტიკა, შენი მთავარი ოპონენტი ფაქტობრივად, ყოველდღიში თუ ბიზნესული არა, ბიზნესული ხო ნამდვილად მთავარი ოპონენტია, გიждდება და რანაირი წესებიც არ უნდა იყოს, რა გარემოც არ უნდა იყოს, როგორ შეიძლება უარი თქვა. ხო და ამიტომ ეს ძალიან ბუნებრივი ამბავია, რომ აი ესეთი სენსიტიური ხალხია, რომელიც თავის ამორჩეული ამ ხალხს სამწუხაროდ ირჩევს. მაგრამ პარლამენტში იგივე არის, ხო, აი თუ დააკვირდებით, რამდენჯერ ყავდა ქართულ ოცნებას დაბულინგებული ოპოზიციური პარლამენტარი. უბრალოდ თუ აკვირდებოდა ვინმე საპარლამენტო ცხოვრებას, ძალიან ჩანდა ვინმე ექვემდებარებოდა ბულინგს, ვინ არა. ხო და ასეთი გარემოება მე არ მომწონს ამის, მათ შორის პარლამენტში ჩვენ მაგალითად ჯარის კანონზე რო გავილარ 9 თვე ვიბრძოდით. კრიტიკულ მომენტში მარტო ერთი ანაწეციზე იყო ვინც გაბედა კი მართლა. კი და ძალიან დაგვეხმარა, იმიტომ რომ კი 4 კნი ვიყავი და 5 გავხდი და უცბად დაეთყო სიტუაციას და მაშინ მამუკამდირანზე მითხრა კიდეც, რომ დამთავრდა ისტორია, რომ მე ვთხარი აი 10 კაცს შევკრიბავთ, კი არა, 10 ვერ შეკრიბავო. თორე 10 შე რო ყოლოდაო, ჩვენ ამ კანონს არ შემოვიღებთ. 10 კაცი წყვეტდა იმ კანონის ბედს და ვიყავით სულ 5. ხო და აი ასეთი ამბავია, რომ ანუ ასეთ არჩევანს აკეთებს ქართული ხალხი და თუ შიშარ ხალხს, ბულინგს რო ექვემდებარებს ხალხს არჩევს, მე ეხლა ბიზნესშულს ხო ვერ გამოვტყუნებ იმაში, რომ უნდა აკონტროლოს პოლიტიკური სისტემა, უნდა რა ვიცი, მათ შორის შეიძლება სრული კონდეს აკონტროლოს თავისი ოპონენტები. ეს ხო პოლიტიკაში ბუნებრივი ამბავია. მეორე საკითხია ამორჩეული როგორ ხედავს და როცა ცალსახა სიტუაციას ხედავს, აი შავი და თეთრია პოლიტიკაში და ვერ არჩევს, ეს უკვე ამორჩევის პასუხისმგებლობა. კი ბატონო, კიდევ ერთ თემას მინდა შევეხო, ეს არის ამერიკის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ადმინისტრაციას ავალებს შეისწავლოს საქართველოს, რუსეთისა და ჩინეთის დაზვერვის სააგენტოების მოქმედება და მოკლედ მათი გავლენა საქართველოზე. როგორ უყურებთ ამ პროცესს, იმიტომ რომ ყველა ასეთი აქტის მიღება ქვეყნის შიგნით შიდა პოლიტიკის თემა, ის აღიქმება ხელისუფლების შევიწროების რაღაც ახალ ბერკეტად ან ჩამოშლის ახალ ბერკეტად. თქვენ როგორ აღიქმება? ზოგადად ჯო ვილსონის ინიციატივას სერიოზულად არ უყურებ, кайხანია. თუ გახსოვთ? არც ოცნება. ის მეგობარი აქტი, ორი სხვა მეგობარი აქტი აზეიმავს ხალხს. და ვაშინგტონში რო ვიყავი კონგრესში, მათ შორის ჯო ვილსონის თანამშრომლები შევხვდი და უბრალოდ მაინტერესებდა რა ფიქრობდნენ და ძალიან კარგი გულანთებული ახალგაზრდები იყვნენ, მაგრამ გარტყმაში არ იყვნენ რა ხდებოდა საქართველოში. და მე არ ვიცი რა мотиваცია აქვს ჯო ვილსონს რომ ამას აკეთებს, მაგრამ ზოგადად ვიცი რომ აი საერთოდ ვერ ხვდებიან რა პროცესში იღებენ მონაწილეობას ჩვენი შიდა პოლიტიკური გადმოსახედიდან. ეხლა შეიძლება მაგას სხვა мотиваცია ჰქონდეთ. და ეხლა სერიოზულად რაღაც ჩინური გავლენებიო საქართველოსიო
ჩინური გავლენები ყველგან არის. კონფუცის ინსტიტუტიც კი ჩინური გავლენებია და მაგრამ ისეთი ამერიკაშიც 10-ობით და თუ 100-ობით კონფუცის ინსტიტუტია, მაგრამ ხო არ ხურავენ ამის გამო ჩინური გავლენები ასე რავი. კონფუცის ინსტიტუტიც ცნობილია გავლენების გავრცელებით, მაგრამ მე რა ვიცი, კულტურული შეიძლება იყოს და ვილსონთან არ ანუ მის აპარატს ელაპარაკეთ. ხო, არა, ვილსონ არ ქონია, ამიტომ უბრალოდ მაინტერესებდა საერთოდ რაზე არიან, იციან თუ რასაკეთებენ თუ არა და როგორც მივხვდი როგორც არ იციან რასაკეთებენ და ისიც კი აიცოდნენ რომ რაღაც აქტივისტი ციხეში გაუშვეს, იმიტომ რომ მეგობარი აქტი დაწერა და მე უბრალოდ ვთხარი რატომ ტყუილ იმედებს, რატომ უჩვენთ მათი ქართულ ხალხს. ეს იყო მარტო რომ მე სიდის მქონდეს სუფთა რომ მე ეს ვუთხარი, გადავეცი რომ ტყუილი იმედები არ გაუჩნდოთ. თუ რამეს აკეთებთ, გააკეთეთ, რავი, თუ გინდათ უვიზო მომოსვლა ამერიკასთან, მე სულ გამიხარდება. თუ ამის მიღწევადია, მაგრამ რო ჩაწერთ ამას და რო იცი რომ ეს არასდროს არ მოხდება, იმიტომ რომ სახელმწიფო დეპარტამენტის პოლიტიკაა საწინააღმდეგო. რასაც პრაქტიკა გვაჩვენებს. რატომ წერ ამას, რომ ვიღაცას იმედი გაუჩნო ტყუილი და მე ვიღაც გავხარდეს მიტინგზე გავიდეს შემდეგ და მე ვიღაცა დაიჭიროს, ამას ხო რატომ აკეთებ? ამიტომ რადგან ყველა წინა გამოცდილება მე უნდა რომ ეს არაფერი წარმატებით არ დასრულდა და უბრალოდ ხალხს ზედმეტი და დაუსაბუთებელი იმედი გაუჩინა, ამასაც ასე უყურე მომენტის. მე თუ მიიღებენ და ეს ამოქმედება დავაკვირდეთ, მაგრამ ხო, რა შედეგზე შეიძლება იყოს გათვლილი, რა პრობლემას მოიცავს საქართველოს ჩინეთის ურთიერთობები? რა დიდ ზოგადად დიდ პრობლემას ამაში ვერ ხედავ. ჩინეთის მართლა ავტორიტარული ქვეყანა, მისი მეზობლებისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს, ტაივანი იქნება ეს თუ ასე ფილიპინები და ასე შემდეგ და ფაქტორად გარდაუვალი კონფლიქტისკენ მიდის ჩინეთი ტაივანის დაბრუნების ნაწილში და ღმერთმა იცის როგორ დამთავრდება ეს და ასე შემდეგ. მაგრამ ეს ჩვენი კონფლიქტი და ჩვენ არ უნდა დავიჭიროთ ხარი არც იქეთ, არც აქეთ და ჩვენ არ გვემუქრება. ამიტომ ახლა ჩინეთთან თუნდაც ვაჭრობთ, თუ რა ვიცი, უვიზო მიმოსვლა აქვს, ცუდი ამაში არის. თავარია რომ ჩვენ ჩინეთი არ გამოვიყენოთ როგორც კომპენსაცია ევროპის, რომ ევროპაში გავკარგეთ. ცუდი ურთიერთობები, ამით დაკომპენსირდა. ეს რუსეთში ასე ხდებოდა. ეს სულად ლოგიკური ახსნა. რუსეთში ასე მართლებოდა, როცა დაიწყო დაპირისპირება ევროპაში 2000-იან ევროპასთან 2000-იან წლებში, ამბობდა რომ ჩვენ ჩინეთი გვაქვსო და არ შედება ევროპა. აი ეს რუსული საგარეო პოლიტიკის რაღაც კოპირება ჩვენ მინი ვარიანტში, ეს არ დაუშვებელია, მაგრამ თუ ევროპასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, რატომ უნდა მქონდეს ცუდი ურთიერთობა ჩინეთთან? ან საერთოდ ვინმესთან რატომ უნდა მქონდეს ცუდი ურთიერთობა? საერთოდ თუ აქეთ არ მერჩის და ჩინეთთან ახლა თქვენი პრეტენზია ხელისუფლების მისამართით საგარეო პოლიტიკაში არის ჩინეთთანაც კარგი ურთიერთობა გქონდეთ, მაგრამ ნუ აფუჭებთ ურთიერთობას ჩვენ ამით არ გამიმართლო რომ შენ ევროპასთან შეერთებულ შტატებთან. ჩემთვის ევროპა ბეროდ უფრო წინ გასდა პრიორიტეტები. გაიგეთ სხვათა შორის გუშინდელი დებატების შემდეგ ხელისუფლების საგარეო პოლიტიკაზე. თუ მანამდე ეს მაინც სტრატეგიული ბუნდოვანების რაღაც ასეთ ფორმულირება იყო შეფასების საქართველოს საგარეო პოლიტიკის შეფასების, ახლა თქვენ როგორ ჩამოაყალიბებდით ამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე თქვენს ხედვას, მათ შორის ამ კომუნიკაციის გათვალისწინებით? რთულია მართლა რომ გითხრათ. მე არ მგონია რომ მე გუშინ არაფერი განსაკუთრებული არ გავიგე, იმიტომ რომ მე არც მიმჯეროდა რომ ომში გვითხრებდნენ და ის რო კოვახიზემ ეს თქვა რაღაც შეიძლება ახალი ფორმულირება მისცა და ცოტა მოულოდნელიც ჩემთვის, მაგრამ მე არასდროს არ უშვებდი რომ ომში გვითხრებდნენ, იმიტომ რომ თუ ომში გვითხრებდნენ, მაშინ ქართლისმ მართალი იქნებოდა. ვიღაცა რო მე რო ყოფილიყო პრემიერი და ჩამოსულიყო ომი დაუწყე რუსეთსო და თორე უვიზოს გაგიუქმებო სანქციების დაწესება და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან რაღაც თანხვედრაზე იქნებოდა ლაპარაკი და ეს ამას თარგმნიან რომ ეს გაამწვავებდა ჩვენ ურთიერთობას ისე რომ შეიძლება რაღაც ხიფათი შეხვდა. ყოველთვის მოლაპარაკების საკითხია და ყოველთვის შეიძლება უამრავი მათ შორის მაგალითად ჩვენ რო ჩაგვეწეკე და რუსეთისთვის ცა სიამდვილეში მაშინ არ ქონდა საერთო მიმოსვლა. ჩაკეტილი ქონდა დე ფაქტო. სანქციას შემოვიღებდით, მაგრამ არაფერი არ შეიძლებოდა. ან მაგალითად ეროვნული ბანკი რო ამბობდა, რომ ჩვენ შეერთებული ვართ, ყველა სანქციას ვასრულებთო. ეს ხო, რა ვიცი, ფაქტად ვიცით. ანუ სიამდვილეში უამრავი, თქვა, შვალედური ეტაპია. არაფერს არ უერთდები და ყველაფერს უერთდები და დიპლომატია იმიტომაც არსებობს, რომ შეიძლება ეხლა უკრაინელს საერთოდ უნდოდეს რომ მართლა ომში ჩავერთეთ, რომ ამას ხო ვერ გაამტყუნებ მეომარ ქვეყანას, მაგრამ დიპლომატია იმიტომ უჭირდება რომ რაღაც გააკეთო, მაგრამ შენ რომ მარტო ეს იყო საკითხი, მარტო ხო და რა გაიგეთ? აი დღეს საქართველოს საგარეო პოლიტიკა საქართველოს ხელისუფლების როგორია? როგორ ხასიათდება? მულტივექტორული არის მე მგონი საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი არის ბიზნესშვილის ასე ვთქვათ სოფხედლობის ასახვა და რატომ კეთდება ეს თუ ის უნდა იყოს, იმიტომაც არის პრობლემა რომ ეს ერთპიროვნული მართლობა გვაქვს, არანაირი პოლიტიკა როგორც ასეთი არ გვაქვს. ბიზნესშვილს ასე უნდა. შეიძლება სხვადასხვანაირად აფასებს რისკებს. ივანიშვილის სავაჭრო თემების არა
შეიძლება ადამიანები უბრალოდ განსხვავებულად რისკებს, მაგალითად ბუნებრივი იქნებოდა მაგალითად მის ადგილზე რომ რუსების რისკი უფრო მაღლა შეაფასო, ვიდრე თქვათ ევროპელების და ამიტომ უფრო მეტი ყურადღებით მიუდგე რუსების არ გაღიზიანებას, ვიდრე ევროპელების სრულების დაკვაყოფილებას. თუნდაც ხო ეს ხო გასაგები იქნება ინდივიდუალურ დონეზე, მაგრამ ჩვენ რო ეს გითხრათ რატომ ხდება, მე ხო ბიძენაშვილის ტვინში უნდა ჩავწერ და ამას ვერ გავაკეთებ. ამიტომ ჩვენ უბრალოდ ფაქტად ხედავთ რაც ხდება და ან მოგწოს ან არ მოგწოს და მე არ მომწოს და ეგ არის მთელი ამბავი. კი ბატონო, მადლობა. მადლობა სანდრო რაქვიაშვილს.